ადამიანი, როდესაც სესხს იღებს, მაქსიმალურად ორიენტირებულია იმაზე, რომ ამ სესხის პირობებს დაუკვირდეს, რამდენად მოსარგებია მისთვის, პროცენტი, ასე შემდეგ და ეს დაზღვევა არის მისი თანმდევი ხელშეკრულება და შესაძლოა კარგად არ მიაქციოს ყურადღება ამ დაზღვევის პირობებს. ბანკი ეუბნება, რომ ეს არის ჩემი შიდა მარკეტი, მე დაინტერესებული ვარ იმის, რომ რაც შეიძლება საუკეთესო პირობები მივიღო და შესაბამისად მიიღოს ჩემმა კლიენტმა და შესაბამისად ეს სამი სადაზღვევო კომპანია მუდმივად ზრუნავს, რომ მარკეტში არის გაზრდის მიზნით გააუმჯობესო საკუთარი პირობები. შენ მოგვეცი რაიმე რჩევა, როგორც მე, რომელიც ხვალ ვაპირებ ჰიპოთეკური სესხის აღებას. კლასიკური მაგალითი შეიძლება იყოს ჩვენი ამ ჯანსაღი მიდგომის, ამ ჩვენ არ ვართ არანაირი ჰოლდინგის წევრი, არ გვყავს αφილირებული სადაზღვევო კომპანია, შესაბამისად ყველა პარტნიორთან ვართ ღია, ვქმნით ამ ზუსტად ასეთ ტიპის ჯანსაღ გარემოს, როდესაც ჩვენ არც ერთ მათგანთან არ ვახდით ესე ვთქვათ მიკერძოებას და შესაბამისად ჩვენი სესხევლების, ჩვენი მომხმარებლების ინტერესების მაქსიმალური დაცვით პარტნიორობთ სადაზღვევო კომპანიებთან. თუ არ აქვს გამოწერილი ეს პოდკასტი, აუცილებლად გამოიწერეთ. სწორედ ეს არის ჩემი მიზანი, რომ თქვენ დაგეხმაროთ სტაბილურობის შენარჩუნებაში.